Ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს $7 მილიონ მეტი შესწირეს, აქვეყნებს გამოცემა პოლიტიკო და სწორედ პოლიტიკოზე დაყრდნობით უკვე დაწერეს სხვა მედიებმაც და მათი თქმით, მხოლოდ პარასკევს დონალდ ტრამპმა $4 მილიონ მეტი შეაგროვა, რაც ერთი დღის განმავლობაში მისი კამპანიისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და როგორც ცნობილი არის, დონალდ ტრამპის შტაბი თანხებს აგროვებს ონლაინ მაღაზიის პროდუქციის გაყიდვის საშუალებით. ისინი ყიდიან მაისურებს, გამაგრილებელ სასმელებს, პლაკატებს, ბანერებს, სადაც დონალდ ტრამპის ფოტო არის გამოქვეყნებული, რომელიც მას ფულტონის ოლქის ციხეში გადაუღეს. ამ ფოტოს წარწერა აქვს Never Surrender, ანუ არასოდეს დანებდე და ის პროდუქცია, რომელსაც დონალდ ტრამპის კამპანიისთვის ყიდიან და $12-დან $34-მდე ღირს. ტრამპმა მას შემდეგ, რაც პირველი პოსტი გამოაქვეყნა Twitter-ზე 2 წლის შემდეგ, საკუთარ ფოტოს ასევე დაურთო საკუთარი ვებგვერდი donaldtrump.com და თუ ჩვენ მის ვებგვერდზე შევალთ, ვნახავთ, რომ სწორედ ამ ვებგვერდზეც შეუძლიათ მის ამომრჩევლებს ან მხარდამჭერებს, რომ შეიტანონ შემოწირულობა და ფასები ასევე არის მითითებული ფასები, აი $24-დან იწყება საშუალოდ და შემდეგ უკვე $3,300-მდეც გრძელდება. აქ ასევე არის წარწერები და იმასთან დაკავშირებით, რომ ის ტრამპის შტაბი მიმართავს მხარდამჭერებს, რომ მათნაირი, მათი მსგავსი მშრომელი პატრიოტები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ტრამპის კამპანიას, რომ გადაარჩინონ ამერიკა და ამავდროულად მის ვებგვერდზე ასევე ნახსენები არის ჯო ბაიდენის მეტსახელი, რომელიც დონალდ ტრამპმა დაარქვა უვარგისი ჯო და სწორედ აქ ერთ-ერთ წარწერაში არის ნათქვამი ის, რომ მისი თქმით უვარგისმა ჯომ 4 ბრალდება წაუყენა დონალდ ტრამპს და ასევე არის ნათქვამი ისიც, რომ დონალდ ტრამპი არის უდანაშაულო და ხალხი, რომელიც შემოწირულობას შეიტანს დონალდ ტრამპის კამპანიაში, დაეხმარება სწორედ იმაში, რომ დაამტკიცოს ის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იტყუება და სწორედ აი ამ ვებგვერდის საშუალებით და იმ ფოტოს საშუალებით, რომელიც გამოაქვეყნა, შეაგროვა დონალდ ტრამპმა $7 მილიონზე მეტი, ხოლო რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც წაყენებული აქვს დონალდ ტრამპს, ერთ-ერთი გახლავთ 2021 წელს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დონალდ ტრამპი ესაუბრება ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივანს და სთხოვს, რომ ის დამატებითი ხმები მოიპოვონ, რომელიც მას დაეხმარება ჯორჯიას შტატში გამარჯვებაში. ამავდროულად არის მეორე ბრალდება, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ დონალდ ტრამპმა სახელმწიფო უსაფრთხოების დოკუმენტები შეინახა საკუთარ კერძო რეზიდენციაში, მას შემდეგ რაც დატოვა თანამდებობა, პრეზიდენტის თანამდებობა, ხოლო ყველაზე ესეთი სერიოზული და გავრცელებული ბრალდება, რომელზეც ყველა საუბრობს, არის 2020 წლის 6 იანვარს მომხდარი შტურმი კაპიტოლიუმზე, როდესაც დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და სწორედ ამას მოჰყვა უკვე მისი მხარდამჭერების მხრიდან კაპიტოლიუმზე შეტევა.